თეთრი სახლის ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს არის სამწუხაროდ ქართული რეჟიმის პირობებში იმ სახელმწიფოთა ნუსხაში, რომელიც არ მოიაზრება როგორც სანდო პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი და ამჯერად საქმე ეხება ეგრეთ წოდებული სატრანზიტო თაღლითობის წიაღში საქართველოს წარმოჩენას, როგორც ქვეყნისა, რომელიც გამოიყენება მაღალი ალბათობით ჩინეთის მიერ, როგორც გადაყიდვის ერთ-ერთი ეკონომიკური სივრცე, რომელიც არის გამოყენებული იმ ტიპის საქონლის ამერიკის შეერთებულ შტატებში გასატანად, ისი გატანაც ჩინურ კომპანიებს დაუშვებოდა ბევრად უფრო მეტი იმ მაღალი ტარიფის გამო, რაც აშშ-მ დაუწესა ჩინეთს. თეთრი სახლის ეს ანგარიში ამბობს ძალიან პირდაპირ, რომ საქართველოს და კიდევ 30-ზე მეტი სახელმწიფო მასთან ერთად არის მოაზრებული იმ სახელმწიფოთა რიგში, რომელიც ეხმარება ჩინეთს აი ამ სატარიფო პოლიტიკის გვერდის ავლის პროცესში, რაც თავისთავად არის ძალიან პრობლემური, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და რა თქმა უნდა საქართველოს წინაშე აყენებს და იმ ქვეყნების წინაშე, რომელიც ამ სიაში აყენებს რისკს იმისა, რომ საქართველოს შეეხება მეტი ტარიფი და რასაკვირველია იმ რისკს, რომ საქართველოს იქნება განხილული სულ უფრო ნაკლებად როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ღირებულების მატარებელი პარტნიორი. ამ ვითარებაში პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გადატვირთვა კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე ისედაც უკვე იყო ქოცური რეჟიმის პოლიტიკის პირობებში, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვისმენთ, რომ ან ეს კურსი შეიცვლება, ან ამერიკასთან არ იქნება ურთიერთობების არავითარი ნორმალიზება და დასტაბილურება. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ქართული რეჟიმისთვის და კიდევ ერთი მხილება რეჟიმისა, რომელმაც სამწუხაროდ საქართველოს ჩააყენა ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოების რიგში, რომელიც ისევ და ისევ არიან აღქმული როგორც პარტნიორები, არამედ როგორც პრობლემური სივრცეები.